საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გასულ უქმეებზე ევრობასკეტი 2025-ზე ჯგუფური ეტაპის 2 მატჩი გამართა. იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარეს შეხვედრა ალექსანდრ ჯიკიჩის კალათბურთელებმა და ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ. ძალიან ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა საქართველოს, განსაკუთრებით საბერძნეთის ნაკრები, რა თქმა უნდა, ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა წინ ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს საქართველოს ჩასატარებელი, კვიპროსისა და ბოსნიის ნაკრებების წინააღმდეგ. სწორედ ეს მატჩები და ამ მატჩების შედეგები გადაწყვეტს იმას თუ რომელი გუნდები გააგრძელებენ ასპარეზობას უკვე პლეი-ოფში 6-დან 4 გუნდი გადის შემდეგ ეტაპზე და ნახოთ როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარ მომცველმა ალექსანდრ ჯიკიჩმა აღნიშნა, რომ მან გადაწყვიტა დაესვენებინა თავისი ლიდერები მომდევნო შეხვედრისთვის და მძიმე ტრავმები არც თორნიკე შენგელიას და არც გოგობითაძეს არ აწუხებს, ამიტომაც რა თქმა უნდა მოსაოდნელია, რომ ეს კალათბურთელები ითამაშებენ კვიპროსის წინააღმდეგ სრული დატვირთვით და იცდებიან ევრობასკეტზე მეორე გამარჯვების მოპოვებას. შეგახსენებთ იმას, რომ საქართველოს ნაკრებმა შეძლო და მოიპოვა პირველივე შეხვედრაში გამარჯვება, დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და ამით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ პლეი-ოფისკენ, თუმცა შემდეგ ორ შეხვედრაში დამარცხა ნაკრები და კვლავ რა თქმა უნდა ახლა ორ შეხვედრაში უნდა გადაწყდეს ყველაფერი ბოსნიისა და რა თქმა უნდა კვიპროსის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში. პირველ რიგში ვეტყვი იმას, რომ ჯანმრთელად უნდა შევხვდეთ შემდეგ ორ თამაშს. გოგა თოკოსახით, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება გუნდში ეს ორი მოთამაშე და იმედია რომ ხვალ დავისვენებთ, უკვე მართლაც რომ მოსაგებია ის თამაში და ამისთვის მთელი ეს პერიოდი ვარჯიშობდით, რომ გავსულიყავით ჯგუფიდან რა და იმედია რომ ეს დაგვიფასდება ეს შრომა და ჩვენ ამ შევძლებთ ჯგუფიდან გავიდეთ რა. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, ვინც აქ ჩამოგზავნა და ვინც ჩვენს გვერდში გვიდგას დღეს და იმ ქართულ გულშემატკივარსაც ვინც ტელევიზიიდან გვადევნებს თვალყურს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას რა. კვიპროსთან და ბოსნიასთან ეს ორი თამაში გადამწყვეტია ჩვენთვის და იმედია რომ შევძლებთ ამ ორ თამაშს მოვიდეთ, იმიტომ რომ ეს ორი თამაში გვჭირდება წყალივით. როგორც გამოცდილების ხრი საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა ჩემი ეს, რომ არ ხდება ხოლმე ხშირად, რომ ეთამაშა ევრობასკეტზე სეგანო თამაშებს. რაც შეეხება თამაშს, სულ თამაში ვაჩვენეთ, როგორც მომმა, როგორც თამაშებას არ მოწონა ჩემი თამაში არნაირად. რაც შეეხება ეხლა დარჩენილ ორ თამაშს, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, ორივეს მაგალითად შემთხვევაში რაც იყო ჩვენი მიზანი, იმას მივახცევთ ჯგუფიდან გავალთ უკვე რიგაში გავემართებით და ეგ არის ჩვენი მთავარი мотиваცია და საფუძველი ეხლა რომ ეს ორი თამაში დარჩენილი მოვიგოთ და მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ადამიანს, ვინც აქ არის, ვინც ეკრანებთან არის და ვინც ქვეყანაში არის და გულშემატკივრებს ყველაზე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის გაიმართება 2 სექტემბერს. საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება მასპინძელი კვიპროსი, მოსაოდნელი რომ დარბაზი ისევე გაივსოს როგორც საბერძნეთთან გაივსო, ხოლო შემდეგი შეხვედრა საქართველოს უკვე 4 სექტემბერს უწევს ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ქართულ გულშემატკივარს აქვს იმის იმედი, რომ გუნდი გააგრძელებს ბრძოლას უკვე პლეი-ოფში.